დიღმის მასივის ერთ-ერთ სკვერში არასრულწლოვანი გოგოს მიმართ განხორციელებული გარყვნილი ქმედების ბრალდებით კაცი დააკავეს. ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. მომხდარზე გამოძიება მიმდინარეობს, დაკავებულს 12 წლამდე პატიმრობა ემუქრება. ისრაელის მოქალაქე, რომელიც ძალოვანებს წამებაში ადანაშაულებდა ქუთაისის ციხეში, გარდაიცვალა. ინფორმაციას გურიის მოამბე ავრცელებს და წერს, რომ ბიზნესმენი იგორ ასკაროვი ძალადობასა და წამებაში ჯერ ოზურგეთის პოლიციასა და პროკურატურას მოგვიანებით კი ქუთაისის მეორე საპყრობილის ციხის ადმინისტრაციას დებდა ბრალს. გამოცემა წერს, რომ ასკაროვი წარსულში რამდენჯერმე გახდა შეიარაღებული თავდასხმისა და ზეწოლის მსხვერპლი. მზად ვართ საქართველოსთან ურთიერთობების გაფართოებისთვის, ამბობს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრეს-სპიკერი ზახაროვა. მისი თქმით, კრემლი ცდილობს თბილისთან ურთიერთობები კეთილმეზობლობის, თანასწორობისა და ურთიერთპატივისცემის პრინციპების საფუძველზე დაამყაროს. ლუკაშენკოსთვის, რომელსაც სურს პენსიამდე მიღწევა, სასურველი იქნებოდა ჩუმად ყოფილიყო, ასე პასუხობს უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის მრჩეველი ბელარუსის პრეზიდენტს. მანამდე ლუკაშენკომ თქვა, რომ უკრაინაში ერთი სამის დეგულება და სავარაუდოდ პრეზიდენტ ზელენსკის ოფისი იგულისხმება.